მუზეუმების საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დღისადმი მიზღვნილ გამოფენა ექსპოზიციაზე მოვუყვებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, სიუჟეტს ანანოდია წარმოგვიდგენს ცნობილი ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის გამოფენის შესახებ გავიგოთ უფრო მეტი. 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. საგამოფენო სივრცეში მხატვრის შემოქმედების სრული პალიტრა აისახა. დღეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იხსნება. წარმოდგენილია არაჩვეულებრივად საინტერესო კოლექცია. ეს არის დიდი ნაწილი ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან, სურათები, ეს არის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფერწერის, ქართული ფერწერის ფონდიდან, ასევე არის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფერწერის ფონდიდან გამოფენილი ექსპონატები და ამასთანავე არის ექსპონატები კერძო კოლექციებიდან. მთელ თაობებს, როგორც ძველებს შეუძლიათ გაიხსენენ ეს ნამუშევრები, ასევე ახალ თაობას შეუძლია ნახოს თუ როგორი მემკვიდრეობის პატრონი ვართ ამ მხატვრის შემოქმედების თვალსაზრისით. მე ჩემი თავი მხატვრობაში მაშინ ვიპოვე, როცა პორტრეტებზე დავიწყე მუშაობა. წერდა ქეთევან მაღალაშვილი. მხატვარს შემოქმედების მანძილზე არაერთი ცნობილი ადამიანის პორტრეტი აქვს შექმნილი. იგი ტიპაჟთან არა მხოლოდ გარეგნულ მსგავსებას ასახავდა, არამედ მათი სახე, შინაგანი ბუნება და ხასიათი მხატვრის მთავარი ინსპირაცია იყო. ქეთევან მაღალაშვილი რასაკვირველია პორტრეტისტია, დიდი პორტრეტისტია, მან გააფართოვა ქართული პორტრეტული მხატვრობის დიაპაზონი, მთლიანობაში დიდი ოსტატია, რომლითაც ნებისმიერი დიდი ქვეყანა იანახებდა. ექსპოზიციაზე მხატვრის სხვადასხვა დროს შექმნილ ცნობილ პორტრეტებთან ერთად დავით გარეჯის მე-12 საუკუნეების ფრესკის საიდუმლო სერობის ასლი გამოიფინება. ასევე შედგება ორენოვანი მონოგრაფიის პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებით ქეთევან მაღალაშვილი 120 ხელოვნებად მცოდნე ნანა მირცხულავამ შეადგინა. საბჭოთა პერიოდში ქეთევან მაღალაშვილზე სულ იწერებოდა, რომ ის არის რეალისტი მხატვარი და რეალიზმზე იყო ეს. აქ გამოთქმულია სულ სხვა მოსაზრებები, თავისუფლად შეგვიძლია მას უწოდოთ მოდერნისტი მხატვარი. გამოფენა მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში ტარდება. ექსპოზიცია გალერეის საგამოფენო სივრცეს 22 ივნისამდე დაიკავებს.